აჰა, ჯიგრებო, როგორ ახართ ჯიგრებო? გაშვებით, აბა. Так, აბა როგორ ისმის ჩემი ხმა, მითხარით. რა მუსიკა თუ არის ძალიან მაღალზე, ეგეც მითხარით რა. და როგორ ჩანვარ, როგორი ხარისხია, ყველაფერი მომეყევით ეგ ყველაფერი, რო ვიცოდებეთ. სალამი, 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 სალამი. Sally, oh yeah, Sally-ს ჩვენთან ერთად არის რა, კარგია. Sally-ს მოდერატორი ჩემგან. Так. კაპან მიყვარხარ ძმაო, მიყვარხარ მომენატრე, ჩემო ძმაო. Так. პეტოც გაიჩითა. პეტოც გაიჩითა. ოთიკ რა ვახარ ჩემი ძმა, ოთიკ. მოკლედ ახალი რაღაცა, ანუ მუსიკა მითხარით რა, ჯერ ხო არ გაწუხებთ ან რაღაც ეგეთი რა. და ჩემი ხმა როგორ გესმით, პრინციპში ჩემი ხმა საქმე თვითონ ხედავ. ცოტა მაღალზეა, მაგრამ არა უშავ. დაბალფონზე მუსიკა იმედი არ გაგიტყდებათ რა. და ხო, მართალია, წვერი მოუშვი, მაგრამ რაც დიდი მაქვს შესაძლებელი, მაგრამ ნუ არა უშავს. ხო. მოკლედ ესე რა. დღეს მინდა ვისაუბრო, ავი ყველაფერზე რა, დიდი ხანია ლაივი არ გაგუშვია. და აი ესეთი საშუალება მომეცა ახლა, იმიტომ რომ ეს ჩემი კამერა, რომელიც არის Canon EOS არის, შევაერთე ძალიან სწორედ, ასე ვთქვათ, Canon-მა გამოუშვა რაღაცა რა ქვია, რაღაც პროგრამასავით არის და მოკლედ ძალიან მარტივად ერთდები ესე იმაში რა ქვია, ლაივში რა. დღეს ერთგვარი ტესტირებაც არის და აწი მოვხოდავთ ხოლმე ლაივებს რა. რაც შეეხება მიკროფონს, მიკროფონი მაჩუკა ტიგო ბაბუმ, ესეთი მეგობარი მყავს, ძალიან მაგარი. Sennheiser-ის მიკროფონია, ეხლა შევეცდები მოვხსნათ და განახოთ. აი ესეთი მიკროფონჩიკია. ეს არის რა ქვია, Sennheiser-ის ძალიან ძვირფასი და ძალიან ხარისხიანი მიკროფონია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ტიგო ბაბუს. ეს მინდა ვისაუბრო იმ პროექტზე, რომელსაც ვაკეთებთ უკვე დიდი ხანია და დიდი ხანია, იმიტომ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხარისხიანი გვინდა რომ გამოვიდეს ეს პროექტი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ესეთი დიდი პროექტიდან ერთ-ერთი პირველი პროექტია, ესეთი მასიური, რომელიც აი თავიდან ბოლომდე გაკეთდა. ნუ ცოტა რაღაცა დარჩა ახლა მართალია, მაგრამ ესეთი პროექტი ჯერ არ გავუკეთებია ერთად რა, მე და ჩემი მეგობრებს, ირაკლის და ბიჭებს, Rolling Anarchia, იცით თქვენ ესეთი კლუბი არის, International Club არის რა. და რა თქმა უნდა, კითხვებზე პასუხებსაც გავცემ ერთგვარი Q&A გამოვა, დღევანდელი live stream-ი. ვეცდები რომ ყველას გიპასუხოთ, დაგეხმაროთ ყველაფერში. და ხშირად მინდა რომ ესეთი ლაივები გავუშვა ხოლმე რა. საინტერესო სტუმრები შეგვიძლია მოვიწვიოთ და ასე შემდეგ რა. Hello from Kratos-ო. ბარო კრატოს, ბარო. ყველაფერი ხოძეაო. ძალიან კარგი მიხარია. რას უპირებთ მოტოს რომ დამთავრდებაო? მოტოს უპირებთ არაფერს რა, გვეყოლება ჩვენ რა. ანუ არანაირი არ გავყიდით რა მოტოს რა. ხო და მაგ მოტოზე მინდა კაკრასო დავიწყო საუბარი და დამეხმარება ამაში ესეთი რაღაცა რა, ფოტოები და ვიჟენიები რა. No, ჩავთოის სწორი ფოლ. მოკლედ ესეთი რაღაცა იყო რა. პირველად სუსუ პირველად ვნახე
აი ესეთი ფოტო ახ განახეთ რა. თით კაპან აჰა აი ეს ნახე პირველად რა. ეს ნახე პირველად და მაგრამ მოვიწამლე რა. და დავიწყე ზებნა რა. მეთქი აი ესეთი მოტო რაც შეიძლება დავითრიო. ნუ იასნია ეხა საქართველოში ესეთი მოტოს მოძებნა ძნელი იყო, იმიტომ რომ BMW არის ესა. თუ არ ვცდები R70 თუ რაღაც მოკეთ R-ია რა იტოქში რა. და მეთქი რა ვქნა და კაროში დავიწყე მოძებნა. მივხვდი რომ რუსებს ჰქონდათ ზუსტად ანალოგი მოპარული რა ეს მოტო გერმანელებისგან ომის დროს და მე მივაგენი აი ესეთ ფოტო აი ესეთ რა ეს არის რუსების გაკეთებულია M72 რა ნახეთ აი ზუსტად ანალოგიურია უბრალოდ ეს არა აქვს რა ქვია BMW-ს ნაკი არა აქვს და ნუ ან თავის დაიღეს რა მოიპარეს ესენი რა ქვია ნახაზები და გააკეთეს რა იტოქში რა სამპლებმა მაგას ხო და მოგეთ მაგრამ მოვიწამლე ამით დავიწყე ქექვა რომ მეთქი სადმე უნდა ვიპოვო ეს M72 მაგრამ M72-ის პოვნა ცოტა გამიჭირდა და ამიტომ ვიპოვე ანალოგია რა ანუ ძალიან გავს K750 K750 აი ხა რასაც ვაწყობთ რა იდოქში რა მე გავიცანე ერთი მეგობარი რომელმაც ააწყო რა ეს მოტო მაშინ ეს მოტო ააწყო და იყო აი ესეთი ააწყო რა ნახეთ ეს ძალიან მაგრა აწყო დათო არის მუსიკა ძალიან და მოკეთ მეთქი მეც რაღაცა უნდა ვიჩალიჩო რა და კაროჩე მეთქი მეც უნდა ვიჩალიჩო ეს მოტო უეჭველი რა აი მეთქი უეჭველი უნდა ვითრი და ვიჩალიჩო ვეძებე და მივაგენი რას რომ მოდი ჯერ ამ ფოტოებს განახებთ რა აი ესეთი M72 ეს უკვე ეს K750-ია რა რასაც მე ვაწყობ ირაკლი რა მე გავიცანი ომარი თაზო და აღმოჩნდა რომ თაზო ყიდვიდა რა ანუ თაზოს ყავდა ჩამოყვანილი სადღაც კახეთიდან თუ საიდანღაც ეს მოტოციკლეტი და აპირებდა გაყიდვას და მეთქი ბაზარია რა მეთქი მინდა რა უეჭველი რა ეხლა განახებთ როგორ გამოიყურებოდა ეს მოტოციკლეტი რა აი ესეთი იყო კალასკით ძალიან მაგარი იყო თან იყო ის მომეწონა რომ იყო თავის საღებავზე რა ანუ გადაღებილი არ იყო და რა ქვია მოკლედ ძალიან ხოძე იყო რა ნახოძე იყო და მეთქი всё ეგ არის რა მაგრამ კალასკას იყო ეტელზე უბრალოდ ეტელზე იყო ვიღაცა შეპირებული და ამიტომ არ გამოდიოდა რა ეგ ამბავი რა და მოკეთ მარტო მოტოციკლის ყიდვა გამომდიოდა რა ესეთი ტიპი იყო რა ხო და მოგეთ დავითრიე ეს მოტოციკლეტი ნუ კაროჩი იქოქებოდა მაგრამ ნუ ძალიან უჭირდა რა არა ეს ატკეჩილები ქონდა რა აი თუ ხედავთ ახლა აქ აი აღებავი ნუ ძველი იყო და ძალიან ამატორიც ძალიან ცუდ დღეში იყო გარედან მაგრამ ისე ანუ ძალიან მაგრა იმაშობოდა რა ანუ მატორი მაგრამ მუშაობდა და გადაცემათა ყოველთვის ძალიან მაგრა უბერავდა რა მოკლედ ვეჩალიჩე და მოვხოდე რა
აი ყველაფერი რავი რაც შემეძლო რაღაცები დაუყენე რა ზეთების ასხავდა და საბურავებით ძველი ქონდა ძალიან და მე მეგობარი ეგ გიგა უკვე წამოვიყვანეთ რა ეს მოტო რა მოვიყვანეთ ეს მოტო და მოკლედ ბევრი ტესტირებების და ამბების შემდეგ მოკლედ მოვხოდე რა და ამით მოძრაობდი რა თან რა ყოველდღე რა ნუ სახლიდან მივიდოდი სამსახურში რაღაცა მაგრამ ნუ აი ცოტა ნუ ხა უჭირდა რა ხანდახან არ იქოქებოდა რაღაცა მთელი ამბები თან რაც თავარია განმობაშე ძალიან სტრანად რა ანუ აბუთები ხო არ ქონდა რა ძველი მოტოციკლეტია და ნუ მივედი რუსთავში მითხრეს რომ კაროჩე მეზობლები მოიყვანეო და დაამტკიცონო რომ შენი ბაბუის იყო და კაროჩეო всё იგარიო და ნუ კაროჩე მივიყვანე მართლაც ჩემი ორი მეგობარი და თქვეს რომ ჩემი ბაბუა ჩემის იყო ჩემი ბაბუა ჩემის ვითომ და კაროჩე გავაფორმე რა მე უკვე დაიწყო ახალი ეტაპი რა ახალი ეტაპი დაიწყო რომელიც კაროჩე მოტო მინდოდა რა მე კაი რა და ისევ თაზოს მეშვევით რა თქმა უნდა თაზო ჩემი გადამრჩენელი ასე ვთქვათ რა მუსიკა დაახმაურებად ხორბერავს ესე იყოს ოკეი ახალი ჩამოყვანილი ყავდა ისა რა ქვია ჰარლ დევიდსონის სპორტსტერი რა და იყო აი ესე თვიძე აი ეს თვიძე იყო რა ანუ ესენიც არ ქონდა და გული და რაღაცა მოხსნილი ქონდა კაროჩე მაგარი დაშლილი იყო რა და აპირებდა რესტავრაციას რა და ჩაუჯექით მე თასო ნუ ეს ავიღე და ვიყიდე რა და კაროჩე ორი მოტოციკლეტი მყავდა K750 და ჰარლ დევიდსონის სპორტსტერი 883 ოღონდ ელი რა ლოუ რაიდერი რა მოკლედ ვიჩალიჩით და გამოვიდა ესეთი მოტო რა ტყავებში ეს ტყავები გამკეთა ომარამ ქელბახიანმა მეგობარმა ნუ ესეც ყველაფერი აი თითქოს ყველაფერი შეიღება ყველაფერი გაკეთდა იმ თავიდან ჩათვალეთ რა ესეთი ჯიგარი მოტო იყო რა და მოკლედ ძალიან მიყვარდა ეს ჩემი მოტო მომით მოძრაობდი და ეს ნელ-ნელა ეტაპები ნელ-ნელა იზრდებოდა რა ეს 2003 წლის მოდელია რა ხო და მე ჩემ მეგობართან ერთად მოვხდი და ნუ ახალი ნაყიდი ყავდა დაინა რა ძველია 2006 წლის რა და ნუ ძრო დავჯექი გამოვშტერდი რა მეთქი ანუ სპორტსტერის მერე ძალიან რბილი და ავი მეთქი ხვალთან დიდი ცოტა ანუ ესეთი რა ტრასაზე რო კარგად დგას მთელი ამბავი რა მოიცავთ გაშეწყოთ და მეთქი კაროჩე გამიჯდა ეგ თავში რა რომ მეთქი ეგ უნდა დავითრიო უეჭველი რა მოკლედ ავიღე და ეს სპორტსტერი გავყიდე 2000 დავყიდე $3600 გავყიდე თუ არ ვცდები თუ 800 დაღამახსოვრე ეგ ან 600 ან 800 რა ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა გამოწერისთვის ხო და მოკლედ გავყიდე რა ეს მოტო და დამჭა მარტო K750 რა და დავიწყე ძებნა კოპარძე რა დავიწყე ძებნა კოპარძე და ნუ მოკლედ რაღაც მოტოები ავარჩიე და ერთ-ერთი დაინას აუქციონი იყო საღამოს რა 8 საათზე თუ რაღაცა რა და სამსახურში ვიყავი ნუ მოკლედ წამოვედი სამსახურიდან მეთქი სახში შევალთ რაღაც უცბად შევჭამ და ირაკლი მირეკავს რაღაცა რაშვები როგორ ახლა მეთქი მოდი შევძვრეთ კოპარძე რა ნახოთ ერთ მოვძებნოთ რაღაცები და კაროჩე ვეძებდით მოტოებს ამ დაინებს და მე და ირაკლამ წავაწყდით თქო ირაკლამ ნახა რა ეს ჩემი მოტო რა ძველი მეთქი ეხლა რა წავს რა
აი ფოტოებს განახეთ რა. აი ესეთი moto ნახა რა. 2015 წლის იყო. 1.7 მოტორი 2015-იანი და რა. მოკეთ აი ეს დღეში იყო რა. აი ეს დღეში იყო, დავარდნილი იყო მარჯვენა მხარეს. და მარჯვენა მხარეს ყველაფერი გაფუჭებული ქონდა რა. რული ესა. დიდი მადლობა გამოწერისთვის. მაგრამ ქონდა გავლილი აი ამდენი, აი. ნახე. 3200 რაღაცა რა. მილი. короче, მოტოციკლეტი მადლობა გამოწერისთვის. ეს მოტოციკლეტი აპკატკას, მოტორის აპკატკას გადის 5000-ზე რა. ანუ მოტორს აპკატკაც არ ქონდა ისა რა, გაკეთებული ჯერ რა. ანუ პირაზეთი რაღაცები არ ქონდა შეცვლილი ვაფშე. სულ ახალი მოტო იყო ფაქტიურად რა. ოდე ფასი რო ნახე რა. короче, ღირდა $3300 რა. ო, ბაითნაუ იყო ეს. короче, როგორი რაღაცა მოხდა, იცი, ვიღაც ტიპა დაითრია ეს მოტო, რომ მე რო გავარკვიე რა, ანუ იყო კლუბის ლიდერი თუ უფროსი თუ რა ქვია მაგას, იცი რა. მოტოკლუბის ის იყო რა, რა ქვია, ბაიკი რა. короче, სულ ახალი დაითრია, დაინტრა რა. თუ არ ვცდები, Guardians თუ რაღაცა ეგეთი კლუბი არის რა, ამერიკაში რა. და რა ქვია, короче, დაზღვეული ყავდა რა და ეგრევე კოპარდმა წამოიყვანა რა ეს მოტოციკლეტი და შეაგდო იმაზე რა. აუქციონზე, მაგრამ აუქციონზე შეიტანეს ძალიან ძვირი დაადეს ფასი რა. მოკლედ არ გაიყიდა სამჯერ თუ რაღაცა რა და короче მე აიღეს და ეგრევე 3300-ად შემოაგდეს რა. 3300-ად შემოაგდეს და короче აი იმ დროს ესე გავხსენი ლეპტოპი და ირაკლამ აი ნახეო ესაობა. ну ნახე, შევხედე, ნახე, просто რა ჭირს შეხედე, დისკი ვაფშე. აი ეს არის დისკი წარმოიდგინე რა. აი ესეთი. აი ამ ხელა იყო ეს ეს იყო დაუნული სულ. ეს ვილკები, აი მინა ესე ისა რა. ეჭყლეტილი და შევარდნილი აი მოტორთან ახლოს რა. მეთქი ბაზარი არა, ეგრევე დაურეკე თაზოს. მეთქი თაზიგჯან, ჯიგარო მეთქი დავა ეგრევე იყიდე მეთქი ეს რა. თან ნავაროჩინი იყო მაგარი რა, ანუ ეს ესენი რა ქვია თუდად ჩანს, მანძილ ფოტოებია. ანუ სკამი შეცვლილი რაღაც $500-იანი სკამი, ეს რულიც რაღაც ძალიან მაგარი. არი, აუ ყველაფერი შეცვლილი იყო რა ვაფშე რა. ხონა, короче, დავარტყით რა თითი რა, კნოპკას და ვეხვდებით რა, ვიყიდეთ, არ ვიყიდეთ რა. ხო, ეს დღემდე ესეა, ხაროთ ეს ვეღარ მივახცი, აი ეს გავაკეთო ეს გახეულები. მოკლედ 1 საათი ვარკვევით, ვიყიდეთ თუ არა, თუმე ვიყიდეთ მოტოციკლეტი. და მიწა $3300 ყიდვა მოტოციკლეტის რა. პლუს ჭირდებოდა დაახლოებით $1000 ჩამოყვანაზე, ну იქ შიდა რაღაც $200 თუ რაღაცა იყო გადაზიდვით რაღაცა. короче 3300-ში შევიდა. და მოკლედ რა წამოვიდა ის მოტო. და ну სადაც 40 დღეში თუ რაღაცა უკვე ჩამოსულიყო რა, მაგრამ ну გამბაჯება ისა ჩამოტანის ფული აღარ მქონდა რა მეტი რა. და მეთქი რა ვქნა და მე კასიმსოტრისად გავყიდი რა. კაშ 750 დიდი ბოდიში. ხო და მეთქი თან მაგრამ ენანებოდა რა, მაგარი მოტო იყო ძალიან რა, ანუ აი ძალიან მაგარი მოტო იყო და короче მეთქი всё რა, არ მაინტერესებს რა, მეთქი ძალიან მაგარი მოტო ვიყიდი ახალი ხა, მაგის გაკეთების ფული თუ არ დამჭა რა ჯანდაბათ მინდა, ხო? და ირაკლამ ეგრევე რა ხო არ გადავოფო რა უნდა გაყიდო, იმინა მე ვყიდულობო ეგრევეო რა. და არ მახსოვს რა რამდენად, მეგონი $800 თუ რაღაცა, короче ირაკლამ მე დაითრია ეს მოტო და დააკონსერვა ეს ჩემი A750 რა. მეთქი ხო კარგი. უნდა короче დავიწყე ჩალიჩი მუსიკა ძალიან ტეხა. ასე არ ჯობია. მუსიკა ისმის ვაფშე. დავაზე იყოს მუსიკა.
ო короче, ესე რა. ესე დავითრიე ეს შენი ჰარლი დევიდსონი რა. და მოკეთ წარმოვიდა ეს ჰარლი დევიდსონი. დაახლოებით 15 დღეში თუ 20 დღეში ჩამოვიდა. და ნუ მანამდე დავიწყე ჩალიჩი იასნია რა, ეხა რა. ჩალიჩი დავიწყე ბორბალი დავითრიე. ბორბალიც ნახმარი ვიყიდე რა. პატარაზე იყო, აი ნახეთ. პატარაზე იყო ესე ჩარტყმული რა. ნუ იასნია ეგრევე გავასწორეთ ეს ბორბალი. და თავიდან შევღებეთ რა. მოკეთ დავიწყეთ გაკეთება, მომზადება რა იმისთვის რომ მოტორო ჩამოვა. ყველაფერი მზად გქონოდა რა. ვილკები დავითრიე, რავი, ბევრი რაღაცა რა მოკეთ რა, რაც ჭირდებოდა ყველაფერი რა. მაგრამ წინა საბურავი არ იყო გაფრჭებული. აი, ნახეთ რა ჭირდა საბურავს. აი, წარმოიდგინე, აი ესე რომ დაიღუნება დისკი, რა დარტყმა ქონდა წარმოიდგინე რა. მაგრამ ნუ მაინც არაფერი არ ჭირდა. დღემდე მაგ საბურავით დავდივარ რა. ო, იდე რა. მაგრამ მოკეთ ეს უკვე ცალკე თემაა, რომ გარც მოვხოდეთ ეს მოტო. ეს მოტო მოიხოდა და ამის ვიდეოც. აპირებად რომ დავქოგეთ რა. არ მახსოვს. რაც რომ მქონდეს. თუ ვიპოვე ჩავთავ, უცბად თუ არ ვიპოვე არ ჩავ. $1000 დამატებით რაში გადაიხადაო. ტრანსპორტირებაში რა, ანუ შიდა ტრანსპორტირება იქ აუქციონიდან ხონდა გამოიყვანო რა ეს მოტო და წაიყვანო პორტამდე. პორტი იყო ძალიან შორს რა, ამიტომ აი ეგრე დაჭდა რა. და მე უკვე იმ პორტიდან უკვე წამოყვანა თბილისამდე, ოთამდე რა. Так. რა გვიდა? просто ვიდეოც მინდა რომ განახო რა. სადაც ვიდეო. არ არის. სადაც არის რა იტოქში. არ ვიცი. იტოქში. ხოდა მოკლედ შემოძმებოდა დებო. ვეთ ახლა ერთი ამდენი ხნის ალბათ ხო ან 7 წინ ირაკლიმ გადაწყვიტა რომ მოდიო დავარესტავრიროთო 750-ი რა. და ესე დავიწყეთ მაგის რესტავრაცია რა. ეს დღეობით უკვე აი ვლოგების ამბავში იცით უკვე რა დონეზე მივედით. თითქმის მორჩენილია უკვე მოტო. და მოკლედ ესე რა. მე უბერავთ რა იტოქში ვიჟენიერს რა. ამოვწერე ამ რუმეები რა გაინტერესებთ. ყველაფერს ანუ ეს მოტო, ანუ არ გაიყიდება. ეს მოტო ეყოლება ირაკლის და იკაიფა და მოეწონა. იხდება წვერიო. დიდი მადლობა, просто ანუ უკვე ძალიან ბევრი მაქვს უკვე. ეს ის უნდა რა, შესწორება მინდა რა. ხო. ერა, აი, ეხლა გარახებთ იმას, რა ქვია. აი ეს ვიდეო ყავდა რა, ეს დავდიოდი რა ქალაქში რა. просто ანუ წავკიში ან წყნეთში ან სადმე რო ავდიოდი, იმინა აფხუში ხურდებოდა მატორი და ეგეთი რაღაცები. და ცოტა ვწვალობდი. არ არის რა ეხა ეს მოტო ყოველდღიური რა. ყოველდღე რო იარო და ოიე რა.
ეს ის დრეპრიაო? ხო, ეგ არის რა. ვაშები დაიტოვეო. ვიში წერია. ხო, ანუ ხომ მქონდა იმაზე რა ქვია. დელტომას რაიდი ხომ მქონდა რა დიდი ვაშებით. დელტომას რაიდი სამწუხაროდ წელს გაიმაზა. ნუ რამე აი მუსიკა. რაც ესეთი რაიდი. 125-იან რა მოტოს მირჩევო. 125-იანს 125-იანს გეტყვი ხარ, გეტყვი ხარ, კი არა განახი ვაფშე რა რომ მოსკიჩ რა. Так. Куда вы на мьючу ხა სტრიმელურ დივიზიონებს რა. აჰა. ჯო ვიპოვე. აი 125-იანები არის აქ. ვიპოვო რაც აი pit stop-ი თუ იცით ესეთი ის არის, რა ქვია. აჰა, აი ნახეთ რა მაგარი შემოთავაზებაა რა. 4200 ღირდა 150-იანია. ნუ 129-იანი. და 3800 ღირს ეხა, მაგრამ ნუ ეს პატარაა რა, პატარა მოტოციკლეტია. კიდე რა შეიძლება, არ ვიცი. არის აქ უამრავი მოტოები არის რა, ესეთი პატარა უბატურის რა მოტოები. აი ეს მაგალითად, ნახეთ. როგორ უნდა გავხსნათ თავის. ზეავა, ეს. აჰა. Пожалуйста. ნახე. ნებისმიერი არჩევანი ახლა წგავ 125-იანი, 50-იანი, 125-იანი, 6000 ლარა, ყველაზე ეფენი რომელია? 5200 ლარიანი. აჰა. გულ ახალი თან. გულ ახალი, არ დაგავიწყებთ. რა იცი თო 5 დეკემბერს არის ჩემი დაბადების დღე. იქნებ ავსტრიმო მაინც, იმიტომ რომ კორონას დროს ვერაფერს ვერ ვიზავალებ. სამწუხაროდ. არა, საჩუქრებს მივიღებ პრინციპში, მაგის პრობლემა არ მაქვს რა. 5 დეკემბერს 36 წლის ხვდები. აზუხჭეტიას თამაშობ. აბა რა გავაკეთე, თო ვზივარ სახში უკვე 1 წელი არც არ ვაკეთებ ვაფშე რა. ესე რა თუ ეპიზოდებსაც ვერ ვიღებ რა. ყველას დავაძებს არ მოვიწონება, ბაზარი არა, ჯიგარი ხარ. აქ წავიკითხო ცოტა ჩათი კი. ექვსი ჩემი არისო, ხედავ. ნუ კი, რამდენი წლის ხარ? გოგოებს ასაკს არ იკითხებია მართალია, მაგრამ მაინც. დამაგარია დეკემბერი მე ვასება რა, დეკემბერში რაღაც კაი ტიპები არიან დაბადებულები. აზუხ დისკი რა დაგიჯდაო? იმის დისკზე მეკითხები? ანუ დაინას დისკზე მეკითხები? თუ დაინას დისკზე მეკითხები, სადღაც $200-მდე რა. ჯენგოსთან ხარ ხო? კი, ჯენგოსთან ვარ. ჯენგო ჩემი ძმა არის. ჯენგო მიყვარს ძალიან. ყველაზე ერთ-ერთი
საყვარელი სტრიმერია ჩემი Django გეიმერებში. Django, Upskit და მაგრამ უწო სტრიმერები. აუ კიდე ბევრი რა, ხა ჩამოვთვალო და ვიღაც გამორჩეს ატეხო. 30-ში ჩემიო, ვა, ეს ვაფშე ნახე ახალწელს დაიბადა. ახალწელს რა არის თქო. თითქოს მერე მოტოციკლებზე რა შევი? ნუ კი მოტოციკლეტი იჩალიჩე, მოტოციკლეტი ან სკუტერი მაინც თო. და კიდე რეები აქვს ნახე. ერთი უსკვარა. აი ეს არ ყავთ. რა არის ყველა მოტოციკლეტი ამოაგდოს? რა არის? აი ეს ფუტია. აი ტე არ მომწონს. სულ რა გიზის ძმაო შენი ბაიკი თუ საიდუმლო არ არის თან მონებით ყავს გაკეთებული ჯო მართლა არ ვიცი რა დაახლოებით ერთი იქროფ მეტყვი რამდენი ალბათ დავიჯდა ერთი 5000 6000 მაქსიმუმ აი მაქსიმუმ რა მუსიკა ხო არ twins Na, me mgóri ponad astorów na muzykę, na muzykę. O, nuki, bazari ara, da mere wikatavot ხომე. Awas ვამეგობრებო. კარგია. Так. Ბიჭო, ხო, მაგარი მოტოები ყავთ რა და ეხ პაходу მე მგონი Black Friday-ის დიზაინებიც არის რა და ეს ფასდაკლებები უნდა იყოს რა, აღჭურვილობა. აბა ნახოთ. ხორული. რომელიც ჩაფხუტი გვინდა. მოდი დახურულები რა. ვაუ.ები ნახე ცოცხლებო. ასები აქვს მაგარი რა. რა გინდა თო ხა? აი სენ ცუდები არ არის. ნახე ესენ 20 მევასებული ტები რა. ჩემი რა სამოსკოს ხო? 50 არის. 2800 ლარი ესე. რატო რატო გასწრებს? რა სახელიან ლინკი ჩამიგდეო გიმისიო ბაზარი არა მაგაზე გაწყენინე ძმაო აჰა აიცა ამეშალა ეს არის პიტსტოპი რა. ძალიან კარგი ხალხია სოციალურ პიტსტოპში. პიტსტოპ მაგის დამფუძნებლები რა. ძალიან კარგი ადამიანები და ძალიან განათლებულები არიან მოტოს ამბავში რა. არჩევნები არ არისო? რატო არ არის არჩევნები? ანუ ყველაფერია რა. აი მაგალითად ემდა სათვალე. რა რამდენი სათვალეა და სოციალურ კარგ ფასებში რა. ბევრი რამეა რა, რატო არ მოგეწონა. რა, საფხუტები და არა, ეს არავის არ აქვს ეს. ისინი რა ხო იცი რაციები ხა აი ფასი რო გიდეს დავითრევდი დიდი სიამოვნებით რა კომუნიკაცია ქვია ქართულად ვერი ძალიან მოგიხდა დიდი მადლობა მადლობა იცი გამოჩდი გინდა
ვა. აი ის რა ქვია წერებიო. რამიდა? ხე, რამდენი რაღაცაა თო, რა არჩევანი არ არის. მაშინ წახვიდა იმაში ბაიკლენში რა. სიმულატორი, ფილტრები, რა ვიცი, ყველაფერი აქვს. აი ეს ბიჭო. აი ეს. აი. მე ახალ კურტკაში რა, ირაკლი მომაჩქა, გახსოვთ. აი ეს ბაგზე დასაკრავია. არა, მე მინდა ესე როიდებ რა, ხოლმე ხარ. რად ვიყავი და. სხვადასხვაშია ვითომ. ეს ძვირია. ილი. არის. ბაგზე დასაკრავს სადაც ვერთო აქ. ბაგზე დასაკრავი, ანუ ერთად ხმარობენ სპორტ ბაიკერები რა. იმიტომ რომ იმდენად დაწოლილი არიან მოტოციკლებზე, რომ ეს ой, გუდიში მიკროფონს ვუტყი. ანუ მკერდი უდევთ ბაგზე რა და ანუ ჯერ ერთი რო არ გასრიალდეს რა. ანუ დატორმოზების დროს ბაკი ხო ეს არის კლიკინაა ცოტა რა. რო არ გასრიალდეს და რავი იძახიან სირბილის ვისაც ანუ სირბილი უნდა კონდეს სტიკერი ამის. ანუ ძირთად მაგის ეს არის რა, რომ გიჭერს რა და არ მიფრინავ რა. ATM-ი. არა. აი ისა, მოდი, რამე კიდე საიტი მოდი. ათ აი გლენდი ვნახოთ. აჰა. აი ბაიკლენ. ანა რა საიტია? ეხლა. არ უყრიათ ფოტოები თუ რა? ბიჭო, მანქანის ჩამოყვანა იგივე ჯდება, კი, მაგრამ ანუ გააჩნია რა, ხა ეს მოტოციკლეტი შორს იყო რა, თორე შეიძლება დაგიჟდეს $400 ჩამოყვანა რა. ვერ გავიგე. ხალე მოტოციკლი. აჰა. ამათ ინდიანები ყავთ. მათ შორის უნდა გამეტესტა იქ ინდიანი და რა და ვერ გავტესტ. ინდიანი აქ არ ყავთ. რანაირი საიტია. ეს უნდა გავხსნათ თოთ. ეს რა კაი. კაი მოტოა ეს. ქალაქში რა. აზ ხომარცისად შევა ძველი მოტორის ძველი მოტოების ნახვა მაი ავტოზე ალბათ. მაგრამ სხვასაც შეიძლება. აზე არა ვარ. უნდა ეძებო რა. კაშდა 50 ავაწყეთ. ხო რა, ძალიან ცოტა დარჩა რა, დეტალები რა. აუცილებლად გადავიღებ კიდე დასკვნით იმას რა ქვია. და ვაფშე, იცი რა მოინტერესებს? გინდათ აი მთლიანად რო გავაკეთო, თქვათ ერთი ეპიზოდი. ცოტა გამჭირდება, მაგრამ თქვენ თუ გინდათ გავაკეთებ რა. ანუ აი თავიდან როგორ დაიწყო და ანუ ეპიზოდის ბოლოში იქნება როგორ დამთავრდა მოტო. ანუ ერთ ეპიზოდში იქნება მთლიანად რა ყველაფერი რა. ნუ ისეთი კადრებიც იქნება ზოგი რაც არ ჩაჯდა რა სტოზე რა. ძველ ეპიზოდებში. კი გააკეთეო. აი გავაკეთოთ. არის პრობლემა. და ძალიან დიდი მასალა იქნება რა. მაგრამ ნუ ვისაც აინტერესებს უყურებს რა, ალბათ ნახევარ საათიანი შეიძლება გამოვიდეს. მეტი არ ვიცი.
არა, ნაწილ-ნაწილ უკვე რა, ეხლა ბოლო ეპიზოდებს გავაკეთებ, ხა, რომ დამთავრდება და სავარაუდოდ დავქოქავთ და დაიქოქება თუ არა, საინტერესო. დაიქოქება სად ბოდიში და ტრაქში წავა. მაგრამ იცი რას ვიძახი? ანუ გამატებითი ის რო გავაკეთო რა, ცალკე რა, ერთი ცალი რა. და კიდე მაინტერესებს ესეთი რაღაცა რა. ანუ სტუმრები კანიმზურება დავატირე, კანი მიშრება სულ. ხო, რას ვლაპარაკობდი და ანუ ვფიქრობ ეგეთ რაღაცის გაკეთებას რა. ახლა კორონა ატრაკებს და ტვინს ბურღავს. რომ მოვიწვიოთ ხოლმე ესე ლაივში სტუმრები და ვისაუბროთ რა რაღაც თემებზე რა. ანუ აუცილებელი არა რაღაც მოტოციკლეტებზე. ან ყველაფერზე რა, რა ვიცი. ანუ ძირითადად მოტოციკლეტებზე რა. კითხვებს დაგვისვენთ თქვენ. თქვენ გავცევთ პასუხებს. რა, მე მგონი საინტერესო იქნება თან რაღაცა დავმეგობრდებით უფრო ერთმანეთთან ყველა. სიტყვებას მეცვევი რა, ხო, მე უბრალოდ ხუმრობით ვიძახი ხოლმე. თორე ახლა ეპიზოდებში ნახო თუ გაქვს ეპიზოდები ნანახი, ჩემი ყველგან ცენზურადებს რა. ხო და მე მგონი კაი უნდა გამოვიდეს რა, ვიდეოებით ესე ჩავერთოთ მეგობრები, ვიღაცები ერთმანეთს. დამწყებებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ბევრ რაღაცაზე რა, 1000 თემაა რა, ავირჩიოთ თემები. შეგვიძლია თემები, ან თქვენ თვითონ დაწერეთ თემები, რა გაინტერესებთ, ან კითხვები, გამოაგზავნეთ წასწარა რაღაცა რა. Any Kubiani რომ ავიყიდო. ასიანი რომ ვიყიდო პირდაპირ. ისე რომ ტარება არ იცი. თქმა უნდა არა. ერთმა დაიფაროს, მაგრამ ეხლა პირველ დღესვე გავკარგო ფანტასტიკური მაყურებელი. არა. ძალიან დიდი შეცდომაა ეგ. შეიძლება 1000-ზე მე რო ვჯდები ახლა თხილად შვები ყველაფერს, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ პროსტა რა არის რა. ანუ აი არ ვიცი პროსტა ძალიან სწრაფია, ძალიან საშიშია ხალხო. ძალიან საშიში. ის რაც 400-იან და 600-იან გაპატიებს, ხო? აი თუნდაც აი სუპერსკინის ის ავიღოთ რა ქვია. ეხლა რომ მოვიდა თუ უყურეთ სუპერსკინის ბოლო ეპიზოდს რა. აუთამაშა რო მაგასოთ გვირაბში. ძალიან გადარჩა, იმიტომ რომ 300-იანით იყო რა. ანუ 1000-იანი მაგას არ გაპატიებს რა. ანუ იქ უფრო მეტი შანსი გაქვს რა. გვისწავლო და შეცდომები გაპატიებს. შეცდომებს ყველა უშვებს რა. შეცდომებს მეც უშვებს. ყველა უშვებს. ემზე მაგარი პროფესიონალი ტიპები ვინც არიან და გამოცდილები და რა ვიცი, ყველა უშვებს, ყველას მოსდის რაღაცა რა. აი მაგალითად ჩვენი მეგობარი ილიკო სუხიშვილი, ხო? მთელი ცხოვრება მოტოციკლეთზე რა, მაგრამ ნუ ეხლა პოლიციით რა მოვიდა. ავარიაში მოყვა რა. კარგად არის, გადარჩა და ნუ ფეხი აქვს მოტოციკლი და ოპერაცია გაუკეთა. მაგრამ თუ მოგდის შეცდომა, თუ არ მოგივა შეცდომა, სხვა გიგეთით რაღაცას რომ სხვა დაგამტროს რა. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და ამიტომ არის საშიში რა. ანუ ყოველთვის იცოდეთ რომ მოტოციკლეტი არის რისკი რა. რისკავს შენი ცხოვრებით. მუსიკა ხო, მე ძალიან ხომაღად არის. ბუდიში. ესე კაია მუსიკა? ხო და
მე ხარ ისმის, ეხა ხო ისმის. ანუ სუპერ სკინზე რომ მოვყევი, გესმოდათ? როგორ არ ყუმარობ, სახში რო არ ყუმარობ ხოლმე რა. აბა რა ვაკეთო. ყუმარობ ხოლმე. ხო და ამიტომ თუნდაც სუპერ სკინის შეცდომაზე და ის შეცდომებზე ვისწავლოთ რა მეგობრებო რა. მოგრაც. მუსიკა ისმის ხა? აი მე თემ შევაწყვეტ. დაბალზე მინდა რომ იყოს ასო. დაბალზე მინდა რომ იყოს ასო. ხო და მოგეთ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ რაღაცეები რა. მეუღლე არ გყავსო? მეუღლე მყავდა 2. 2 მეუღლე მყავდა. და შვილებიც ყავს. Так. გუჯეჯიც რა ვახარე? აშვები სატყუმაროფე. აპანი მინავხერი ხარ. ხო, ბიჭებო და გოგონებო, კითხვები რამე არ გააქვთ, რა გაინტერესებთ, რაზე ვისაუბროთ? რა გავაფუჭოთ? Так, მაიკნები ვნახე. მოკინე რა ვნახე. Wow. The helmet ვნახე. helmet არა აქვს. ამათ ბევრი helmet-ები აქვს. დავუცხადოა. ნახე რა მაგარი ფილმი. ეს ლევონას აქვს მეგონი. კარგად ვარ. ვისაც არ გაქვთ არხი გამოიწერეთ რა. ცოტა გამრავლდით რა. ამდენ წელს ვიყავი პირველად მოტოზე დაჯექიო. ბიჭო, მე მგონი 8 წლის ვიყავი რა, არ მახსოვს. ან 8-7 რა. და პატარა მოტოციკლეტი ყავდა ჩემ მეზობელს, მე შევისვენებდი. და
რაღაც Honda იყოს რა, Mokiki თუ რაღაც ეგეთი იყო რა, პატარა იყო ძალიან აიტებში. აჰა, ტიგომ ბაბუმ მოკლედ სტრიმებს მოვითხოვო რეგულარულად ბატონო. მოგეთ მართლა სტრიმები, ვისაც გინდათ რომ იყოს ამარხზე ესე და სიტყვაზე ენი რა ქვია, მეგობრების მოწვევა, საუბრები მოტოციკლეტებზე, გზებზე, დეტალებზე, სხვადასხვა იმებზე, პლუსები დასვით რა. ვისაც არ გინდათ სტრიმები, მინუსები დასვით. გავიგებთ რა, როგორ და კოპარზე შეიძლება მოტოები დაათვალიეროთ. ბატონო, რა პრობლემაა? მე საყვარელი ის არის. დავიდა კოპარდი. აბა, ნახოთ რეები არის. დევიდსონ. ოპაჩკი, ნახეთ რა კარგი. მოიცი შენ ჩაფუტი გვანახეო. კი ბატონო, რა პრობლემაა? ნახეთ რა კაი მოტო. აუ როგორ მინდა. დიდი სიამოვნებით დავითრევდი ამ მოტოს. ნახეთ, თან 2020 წლისაა. რა ჭირს უკან არის ნაგლეჯი რა. არაფერი დიდი ის. ხო. კარგი. გავიროა სწორ. კომფორტული ზენია აქ. ოცი წლის ასაკში რა მოტო მყავდა? ავეგარმა. არა, ესე გაფორმებული არაფერი არ მყოლია. ანუ K750 სპორტსტერი, აი ეს დაინა ეხა რაც ყავს, მარტო ეს მოტოციკლეტი მყავდა გაფორმებული. ჩენი ანუ სამეგობროში ყავდა რა, ესე ხო იცი, გარაჟში გვეგდო ბევრი ოები, კვადროციკლები და ეგეთი რაღაცები და აგეთი ერთობა. ძალიან მაგარი მოტოციკლეტია და დიდი სიამოვნებით გადავზდებოდი ამაზე. დიდი სიამოვნებით. აი კიდე რა გვაქვს? აი ეს რა არის? Honda? მეგობი არ მიუთითე? აიცი, მე მგონი არ მიუთითე. Davidson. ბიჭო. აი ეს Honda არა ეს 500 კი. Так, კიდე რა გვაქვს?
Davidson FXDB. აი FXDB. ახალი დაინა. BB არის. მოგონი BB არის. ეს ის კოდი ტიპია. FXDB ჩემია. Bitbobi ეგ არის ხო? ჩემი. აი კაკრას 2015 წლის არის ძმებო. აჰა. ახეთ რა მშვენებაა. ვიკა გასასწორებელი. ან გამოსაცვლელი, რული არა აქვს. თვალით გადააგდო რული. რილო ჯამთელია. სკამს მე შეუცვლიდი. აქ გადავაკრავდი. მოხერა კაია, ვენსენტ ჰანესები და რამე. უშაკე. ჯვავი, აუქციონია რა, ეხლა გააჩნია რა. ეხლა ღირს მაგალითად $3,400 რა. ეს არის 2015-იანი. ერთი უთამდე შეიძლება ავიდეს. პლუს ტრანსპორტი. უთამდე კი არა შეიძლება. ო, რაც სუდი სკამია. ეს რა არის? დიდი მადლობა გამოწერისთვის. ო, რას გავაკეთებდით ამ მოტოზგან? აი, ნახეთ ეს ამას აქვს 9000 გავლილი. აი, ჩემს ჰქონდა 3000 გავლილი. ვაფშე ახალი იყო. აი მოტოა. I like this. ოდი ტიგო ბაბუს მოტო შეხვდეს. მოუნდეს მოტოციკლეთზე დაჯდომა ისევ. ტიგო ბაბუ რა სიტყვი? მალე ტიგო ბაბუს გამოჩნდება ეპიზოდებში. მედიმაკ მალე გაზაფხულზე ბიჭო ბევრს ვეწევი ამის დავატირე. Так. Harley Davidson XFX-DLC რომელია? აი ეს ბიჭო რატო წერენ ამ კოდებით რა? არ ვიცი. ამოცნობა მოტო. რა არის? დელი არ არის. რანი, არ ვიცი. ძველი ისა, თუ არა. Glide თუ აქვია. არ ვიცი, არ მომწონს. ეს ორი ეს აქვს სპიდომეტრები არ მომწონს. აქ წავიდა შემდეგი. ეს არის სპორტსტერი. მოდი ვნახოთ სპორტსტერი. $1950 ეს სპორტსტერი არის 2020 წლის. 2020 წლის არის ბიჭო. თან ესენი აქ ნახე დამცველები და დავარაუდოთ რომ დაეპერტყა არაფერი არ მოვიდა. ეს დამცველები მარტო მოტოციკლეთს არ იცავს ხალხო. ყველას გონია რომ რახან ესენი დუგები უყენია მოტოციკლეთს იცავს დაცემის დროს. არა პირველ რიგში თქვენ გიცავთ. თქვენ ფეხი არ გტყდება, არ გეცემა მოტოციკლეტი ფეხზე. ვიდნა უკაზო ბაზარი არა. მათ შორის ეს კაპანა ეხლა რო წერს მილიონერია და ცხოვრობს ამერიკაში. და მოდით ყველა მთხოვოთო დაგვიდონატოს $1000. კაპანა მილიონერი. აზოხ როგორ ხარ? ძალიან მაგრა. კორონა რო არ იყოს უკეთესი იქნებოდა. მე არ მჭირს. ჯერჯერობით ხმართ და ამფარს, მაგრამ ვერაფერს ვერ შვები თო გავგიჟდი. ახში. მუსიკა გავგიჟდი. აი ესეთ მუსიკები არ გასა? მოჯაზო მობლუზო. კაპანა გახდა პრეზიდენტი, ხო? ეხლა არჩევნები რო იყო, პრეზიდენტად აირჩიეს. Так, სად არის ბაბუს მოტოციკლეტი? ვეძებთ ბაბუს მოტოციკლეტს, Softail. მოდი ვნახოთ. ურა კაია.
ურა კაია. ურა კაია. კაია და ნახე ფასი უკვე 7500. 2018 წელს. ლიმი. ურა კაი მოტოა, მაგრამ ანა პაგრში განწო. აქში არის ნახევი თუ არა, ბაგიც დაზიანებული აქვს, რულიც გამოსასვლელი აქვს. მელიაც. დღეშია. როლი არის ქოქი. Retail value რას ნიშნავს? პაპარ? აღდგენის ფასი? მე რო აღდგება, მაგ ფასი ეღირება თუ რა არის? კაპან. კაპან თარგმნე. რო გაყიდო მე, ხო? так, Softail, Ironi არ გვინდა. Ironi 1200-იანი. ეჟან პატარა ფოტოებს ხვდები ხა. რა არის გასახსენელი და რა არ არის. იმდენჯერ მაქვს ნახე. так, ბაბუს მოტო სად არის ბაბუსი? ეს რა არის? აი, Excel-ი, აი თქვენ გასწორებთ პორტფელიო. მუსიკა ძალიან ტვინს ხوار ეწამს. так. Run and drive არისო, რა ვიცი, ალბათ. ო, აი, ეს ბიჭო სპორტსტერი კი არ არის, სპორტსტერია თუ 803-ია. რაჰატენ ბუთხუზა პაგრიშ გააქვს. ურა კაია. რასი. ახებ, შვერიერი მოტოციკლეტია, $25 საწყის ფასი. დავი 2 ცილინდრიანი ასნია, მანუალი ასნია, გაზი 11,000 არის გააკეთე და გაყიდე. ესეც დაზიანებული აქვს. მადლობა ლუკა გამოწერისთვის. ლინ. აი, მოკლედ ვეძებთ ბაბუს მოტოს. რა მისია გვაქვს ბაბუს მოტო უნდა შევურჩიოთ. ეს ხომ არ არის. ორიდან გავდა. Road King-ი მიესალმეთ 2017 წლის Road King-ი მეგობრებო. 2000 მუსიკა ბიჭო, ხო აღარ. так. ერთი წუთი რა. ბოდიში რაღაცა მოკლედ ნახეთ რა კაი Road King-ია ხალხო. так, მოდი ეს გავუდიდოთ. თუ ესე ვერ ვადიდებ? ბიჭო. ასე უნდა ვაჭირო? ლიად. Короче, ვილკები არის, წინა გამოსასვლელი, სავარაუდოდ წინა კრილო არის შესაღები. გადაშვებული არ არის, ესე იგი. და აი ეს ფართუკი რაც უკეთია რა, ფართან ეგეც სავარაუდოდ უნდა გასწორდეს და შეიღოს შავათი. რაც ორივე გადაზიანებული აქვს. ფარი ნორმალშია. წელი 2017-იანი. აქეთ ამხარეს ისა აქ რა ქვია გატეხილი. ბარდაჩუკი თუ რა ქვია მაგასე. ბარდაჩუკი.
აცავი თუ რაღაცა იგი. დერა ძალიან გაიტიპია. ახე ბაბუ რა გიპოვე ბაბუ. შეხედე, კამფეტია. 107 ინჩია ბიჭო. ეს ჩემზე ძლიერია, ეს არის 1800-იანი თუ 1850-იანი და სალამი ანტომი. ანტომ არხი გააქვს შენ გამოწერილი? მე მგონი არა. პირველად გხედავ მე მგონი სტრიმზე. ანტომ მაგაგვეცი, გაგვაგებინე. ახალი ხარ? ბოდიში მაშინ სახელი ვერ იმას ქვენი და ბოდიში ჰარლი დევიდსონი კარჩი ჩვენ რა გვინდა აი ესეთ მოტოები გევასებათ road glide speciality ეს გზაზე რა მაგარი იქნება დრაივერს ძალიან დიდია ხმარის მის მე ხმარის მის როგორ არის გაზუხო კითხვა ხომ არ გახსოვხარ მეთხოვით წინა სტრიმიდან აუ სამწუხაროდ ვერ ვიმახსოვრებ ესე ძალიან რო აქტიურობენ იმ ადამიანებს ვიმახსოვრებ მაგრამ ესე ვერ რა ბოდიში გამახსენე აბა lowrider ასე ვანახე რაო lowrider რა ნახოთ რა აი ნელა მივყვევი რა ესე თქვენთან მაგეთი კითხვა რა ორ გამოცოვთ ოე просто რა მრავალფეროვნება ცოტა რაღაცა ხოაზე ხარ რა რა სიტყვით რაღაცა უკეთესი ყოდა რომ დავითვლი იმენანება ჩემი მოდო რა მაინც რაღაც აზუხ ჩემი კომენტა იგითხეო რა 80 რაო 80 კუბიანი ეგეთ მოტოციკლი პერსეუს 80 კუბი რო ქონდეს ანუ 59-იანი არის დაშვებული საბუთის გარეშე რა, ანუ მართვის მოწყობის გარეშე ოიარო რა, 80-იანი თუ გადაამოწმებს მოტოციკლებს რა, ჩვეულებრივად ნახავს რა. აუ მაგას ვერ იზამენ კაი ხატაობთ. არა, ეგრე გიორგი ძნელია ხარ გაყიდო და კიდე იყიდო, ვიცი რომ კარგია, მაგრამ ფინანსურად ხა ვერ ხა ორი მოტოციკლები, ორი მოტოციკლები შენახო ბიჭო, იაფია არ არის და უმეტეს ახალი მოტოციკლები როცა არის, ძალიან ძვირი გიჯდება.
23 ზვირია. 25 ზვირია, ბაბუ? აუ, შენ თქვი, ბაბუ, როდის და მე გიპოვია. რომ ბამ მოგეწონა. ესენი ხო არ ნახოთ საქართველოში აი აუტო ალი დევიდსონი გამბაჟებული წავიდა 51 წალია ძმებო 51 წალი ჰარლი так იყიდება ჰარლი დევიდსონი ელექტრა გლაიდ მაინტერესებს ретრო აი ესა მაგალითად რა აი ამას ურჩევ ყველა გოგოსმენ აი ძალიან მაგარი მოტოციკლეტებია რა ეს არის კონკრეტულად თორცევის 750-იანი ნახეთ რა მაგარი მოტოა პროსტა და ვაფშე დამწყებისთვის არის იდეალური პროსტა რა აი ძალიან მაგარი მოტოა პროსტა 750-იანი დიდი ხანი არ მოგვეზდება და მაგარი მოტოა რა ჰარლია რა ბოლო რა ფასი რა აქვს ფასი აქვს $5500 ეს ჩათვალეთ რომ $5000 იმინა მოგცემს ეხლა დაჟე 4900-4800 შეიძლება რომ მოგცემს შვენიერუცი წელი რა აქვს 2018-იანია თან ხო არ გადაობ აი იყიდეთ ეს ხა ვისაც გინდათ აი მოტოციკლეტი ეგრევე გავარდით და იყიდეთ მუსიკა მინდა რომ შემოდიოდეს რა აი ესე ბიჭო არა როგორი პონტია იცი 20 ზამთარია რა მიხვდი ოღონდ ხარა ეგრევე წკაპან რა აი წავედით შემდეგი იყიდება ჰარლი დევიდსონი ვიროუდი მასლიო 8000 მაგარი ფასია ან მაგარი ფასია ვა ნახე რა კარგი ბიჭია მაგარ ვიძია თან არა მოგწონთ და კომენტარეთ თუ მოგწონთ ორი ფოტო უდევსო გოგო ყიდის თუ რა არის გოგოს ყავდა ეს დავიჯერო გონია დონ გონებაში მანქანაში წუდეს პახოვდა აბა 8000-იანი მანქანა ვისაც ყავთ ეცით 2008-იანია შვენიერია რა იდექში რა ძალიან კაი მოტოა წავედით აჰა ვისაც გაინტერესებთ ეს მოდელი არ მომწონს ეს მოდელი არის რა სპორტსტერის რა ლიდერბორდ მიქსი გაგრძელდა 8 მილიონამდე გაზრდილი საპრიზო ფონდი და ორღადაო გული გამისკდა მე ვიყიდო მე არ მინდა რა უთქო რა ქვია ვიროუდი ამ აუ ეს არ მომწონს მაგრამ 30 ამბეურია ბევრი რა არაფერი არა ჰარლისთვის ურია $1000 ატყიდი ვერ გაყიდის так ბაბუს საყურადღებოდ ხსნით ამ ფოტოს აბა ბაბუ რა სიტყვი ეს მოდელი მე მგონი ნანახი ვაქვს ჩვენ ახეთ რა კაი მოდელი როუდ კინგი დუელი ხალი გარეცხილით სამფაბურავ გამოსასვლელია საბურავის პონა იმინა ამატი так, 4 ყიდის ბაბუჩი
ბაბუ 4 ყიდის უკვე. 4000 ყიდის ბიჭო, 2003 წლის რო უტკინგია, ჩემთან ის არის 100 წლის თავზე გამოშვებული მოტოვარი ეს. ანუ იშვიათი მოტოვა რა, ანუ როგორ ქვია. ბაბუ 4 ბაბუ, $4000 ბაბუ. გარეკვა კი არა, ეგრევე უნდა გაიქცე რა, იმინა. GTA უნდა კომპიუტერი უნდა გაყიდო, ბაბუ. ნახე, ბაბუ, ნახე, ბაბუ. 4000-ად, ბიჭო, ეს კიდე დააკლებს. 3800-ად მოგცემს, მე ვიყო კუ რა. ო, მაგას ვიძახი, პეტო. ზარი არა, ბიჭო, დაჟე 3000-ს მოგცემს და $1000 გაზაფხულზე გაცდი. ბიჭო, ბაბუ მომიყვანეთ, ბაბუ, სად არის? ბიჭო, 3500 ტეხავს უკვე. 2003-იანი. ნერვიულობ, თქვენ მოწვი. თან რეტრო საბურავები რო აქვს. ნახეთ. არა, ნუკი, შენ ამაზე ვერ დაჯდები, შანსი არ არის თო. ფონტია, ნუკი, არ არსებობს. 500 კილოა. მაგარჯანზე უნდა იყო ნუკი, ეს რო იმას ატარო. ანუ ეს დიდი ბიჭებისთვის არის რა. დაჟე მე მინდოდა ყიდვა რა. იმის დაინას, ჩემ დაინას მაგიროთ, მაგრამ პროსტა რო ვიკატავე, მეთქი ხო არ გადაყოფ იმ შუქნიშანზე. ნინა, ой, ჭიდაობა და თენი ამბავი. შენ ეხა ბაზარი არა, ბიჭო, ეს არის გამოცდილი ტიპებისთვის კაპანა, დიდი ხანი რო მთელი ცხოვრება რომ მოტოციკლებზე ზიან და ბოლოს უკვე ცოტა რო ასაკში შევლენ. ცოტა რო ასაკში შევლენ და უკვე რო кайფობენ რა, მითი რა. ნუკი, შენთვის ხო განახე მოტოციკლეთი, შენთვის აი განახე. თავიდან განახე. არ მეზარება. აი ნუკისთვის არის ეს მოტოციკლეთი, კაი. ნახე ნუკი რა მაგარია. სამსუბუქია. ქალაქში იდეალურია, არ მოგბეზდება, კაი ხანი. და 50-იანი ძრავი. ო, კაპან, ხო. ო, მაგარი მოტოა. კაროჩ, ბაბუ გავიდა ეთყობა რა. ესა. ბაბუს დამეუფებულია. ო. არა, სტრიმზე კაი სუპოვე რა. ხო და ის უპოვე რაღაც მაგარი მოტო უპოვე რა და პასუხს ამცემ. ყოფილს ჩარიჩობს. აი წავედი გავაგზავნე. ხონა. ამას შევინახავ. კიდე უნდა ვანახო ბაბუს. так. ეს რა უბედურებაა ეს. არის. აჰა, ჰარლი დევიდსონში უდოს. პორტერი 2007 წლის 3400-ად 3000-ად გაძლევს. აჰა, მშვენიერი ესეც. ნუ ცოტა ეს მოდელი არ მომწონს მე, მე მგონი C არის თუ N არის, აღარ მახსოვს. ა? მაგრამ 3000-ად არის. ელი ნახოთ, აბა. 2007-იანი, ხო არ გადავ 1200-იანი თანტო. გარბენი 35 არაფერი არ არის, დაიგივე. არაფერი არ არის. შვერიერი, ძალიან კაი მოტოა ესეც. რეკომენდაციას ვაძლევ ამ მოტოს.
Так, ეს ნაგავი რა არისო. დასაყო. Breakout იყიდება, ბიჭო. Breakout იყიდება $15,000. აი breakout იყიდება, ბრატოა. აი ამაზე კი ეს ზუსტად ჩემი ძრავია, 103 კუბიკია. აუ რა კაი breakout-ია, ბიჭო, ხო არ გადაობთ თქვენტო? აი მე რა კაია. აუ რა კარგი ოა. როგორ ხარო? კარგად თუ არა ვიცი. ვიდრულად რა, შენ როგორ ხარ? $1200 არაქებერო? ჩიფუ შენ ხარ? ჩიფუ ეტატი? ამას სხვა ჩიფუ ხო არ იქნება. ჩიფუ დაწერე რომელ იმაში ხარ? საერთაშორისო კლუბში დაწერე? და მივხვდები ხარ. ნუკი აი ნუკი ბიჭო რა ბრეიქაუთია მე ვარ მეო შიფუ ბიჭო ნახე ილიკოსნაერი ფოტო იყიდება так მოდი კომენტარები ცოტა წავიკითხოთ ახლა რა თორემ და მე გავაგზავნოთ ისე თუ გინდათ სხვა რაღაც გავაგზავნოთ მერე უმრობ ეს რა ქვია ვა გიგი გაიჩნდათო გიგი ჩემო ძმაო როგორ ახარ გიგი მომენატრე ძალიან და მედია მალე მორჩება ეს რა ბანძი დვიჟენია breakout-ი მინდა ხო რატო არა არ ვიმსახურებ breakout-ს breakout-ი მინდა პუმა მინდა გაქვთ ნანახი ეს პუმა მინდა მაგასაც ქონა პილნიკებიო რაზე იძახი $34 კაცი ვიყურებს მეგობრებო 34 კაცი ვენი არის ბიჭო breakout-ი მაგარია თქო რა სიტყვა რა მევასწრებ დავაი კომენტარები წევიდა ახლა ხო ნუკის გემოვნება აქ აშკარა გემოვნება გაქვს აი დავათვალიეროთ კიდე წავიდა აუ ეს breakout-ი ძალიან მაგრა მომწონს აუწერია აუ რანაირად უწერია ერთ იმაში უწერია ერთ სტროფში თლიანად უწერია იდეალურ მდგომარეობაში 5-10-2 ახალი მოდელი საქართველოს ახალ აი breakout-ი ჩამოიყვანა არულია და კიდე ახალი breakout-ი იყიდა უკეთესი მოდელი იონერი ყოფილა ათასი ზუსტად ჩემი მოტორია 2016-იან აუ როგორ ვიყიდიდი ამას ჩემიო მაგრა ვიყიდიდი так следующий Portglide იდია აი ნუკი შენი მოტოციკლეტი კიდე ნახე რა კაი ფერია თან very nice вообще ხალ ჩამოყანილია ან ბაჟებელია 4500 2017-იანი
ლურჯიო ბრატ. აი, წავედით შემდეგი 5-იანი სპორტერი გვეწელია. Road King-ი ბაბუსთვის. Road King-ი რა კაია, სპეციალია. ამასაც გადავჯდებოდი დიდი სიამოვნები. რა კაია. მენება მოტყვა რა სტუ. Так, 7200 ნორმალური ფასია, მაგრამ წელი აქვს ცოტა დაბალი 2000-იანი. 1500-იანი. ველია თოთ. აი ვიძე კი არის. ეტა ის არის. მუსიკა მინა დაღალა. $80 ჩოპერი მე არ გამიგი. $80 ჩოპერი რა უბედურებაა. არელდევიცა სპორტსტერია. 11000 რატო ის გაფიქსე 2018 წლის. აი შენ. 11000. რო იმას ვიღე. ვირია. Так, წავიდა. ტრიციკლი იყიდება $16000. როასებად ტრიციკლები მე არა. კარგადაა გაკეთებული. არ აი რა ვიცი. მაგარი მოუხერხებელი ტიპი. გინდა ეს ყავდეს და გინდა მანქანადო. ვიროუდი მან ყავს ამერიკაში და შეიძლება ძალიან იაფად იყიდო, თუნდაც მე გიპოვდი. $15000 ელექტროგლაიდი. ვირია 2014-იანი. ვირია. აი ეს კი არის, მაგრამ очень дорого. აჰა, შიფუ. შენ ნაერი გაიჩნდა. ნუ შენი სხვა არის ცოტა. ეს კამია. ფარი მოუწევს. ნო, $1000 2013-იანი. 2013-იანი? შიფუ 2013-ში გამოდიოდა ეს? რაში ამორჩა ამის რა? აი, ეს რა ქვია, მაგრამ 2 წამი მინდა ზუსტად რა, დამელოდეთ. მანამდე ჩაგეთავთ მუსიკა. რაღაც უნდა გავაგზავნო რა. ან კომენტარებიც იმას კენით დაწერეთ რა. მაგის პატრონს ვიცნობო. მერე ამ სკამზე უთხარი რამე ცოტა ეცვალო. Так, და ეს რეკლამის მოჩ გამოვიდაო. რაზე იძახი? ეს ირაკლის ყავს ეს მოდელია, ოკეი, ეგ არის.
ამიტომ გავაგზავნო ადამ მოვიწდეს. სადა ხარ? Так. Აუწიოთ და გადავხტო. აი, წავედით. ბოლო, და всё, აღარ არის მეტი. ვა. ¿Cómo estás? აი, მოკლედ, კითხვები კიდე გამოვუშვით. და ნელა დასასრულისკენ მივახლოვდეთ. რამდენი ხანია სტრიმავთ? არ ვიცი. ჩემი კომენტარი წაიკითხეო რა. რომელი კომენტარი? თავიდან დამიკოპირე. იგი რა ქენი შენ ვაფშე? როგორ ახარ ვაფშე? ახალს ეძებ რამესო? აი, მეგობრებთან ერთად ვათვალიერებთ რა. რა მე სულ ვეძებ რაღაცებს. მინდა რატომაც არა ახალი მოტოციკლეტი. გავყიდი დიდი შემოვიდა. თუმცა 8-ზე ნაკლებად არ გავყიდით შემოტოს რა. შანსი არ არის. 8000 ვინმეს თუ უნდა ახლობელს მივცემ რა. ანუ ესე მაი მარკეტზე და რაღაცებზე თუ აქვე მაი ავტოზე არ დავდებ რა. ანუ ვინმეს თუ უნდა ჯიგარს 8 მივცემ. მოუჩვენ. აი ხანე უკრასტრება. ხო რა. აქ ის სად არის? ლოურაიდერ, ბიჭო, იცი რა არის? კოპარდზე კი ვნახავ, მაგრამ ლოურაიდერი, ანუ იმეებით წერია, ხო ხვდები FX, BB და ეგეთები. რა და ცოტა ვერ ვარჩიო მაგათ ხოლმე, რა. ვერ ხვდები რომელია, რა. აი ჩემი ახალი მოტო პროსტო უნდა გარახოთ რა. ანუ ეს არის ჩემს მერე გამოსული დაინა 2020 წლის. პროსტო გიგი შენ გევასება მე არ მომწ. What buggy that's running for no buggy I don't know. Ach ja. Musik. Oči, შემდეგში მუსიკები უნდა დაიმასქნა, რეგულიროთ. და რა ვერ გავიგე რა. ბეკუშ, იგარო, აპატიო ვერ წავიკითხე. რავი, ეს მალე ვერ გკითხო. მე მგონი ბრატოა
ამ სასიამოვნო მუსიკაზე დავამთავროთ დღევანდელი სტრიმი და რა ქვია აუცილებლად გავაგრძელოთ სტრიმები, ოღონდ მოვიწვიოთ მე ესენი სტუმრები რა. უეჭველი სტუმრები მოვიწვიოთ ვიღაცები. და ვებაზროთ და თელი ამბები რა. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. ეს სტრიმიც დაალაიქეთ, ვისაც არ გაქვთ დაალაიქებული, იმიტომ რომ კარგია რა, წინ წავიწევით რა. ხო და რავი, კითხვები რამე თუ გაქვთ ამ ვიდეოზე, შეგიძლიათ ქვევით დამიწეროთ და შემდეგ სტრიმზე პასუხებს გაგცემთ რა. რაც გაინტერესებთ. ხო და მოკლედ ესე რა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იაქტიურეთ. და შემდეგ შეხვედრამდე რა, იმედია შემდეგი ეპიზოდი იქნება რამე ახალი და საინტერესო. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კეთებას მოტოციკლეტის. და ო რა ესე რა, არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და კითხვები ისევ და ისევ დატოვეთ ქვევით კომენტარებში. და შემდეგ სტრიმზე ან ადმე გაგცემთ პასუხს რა. დიდი მადლობა, აბა